ესეც მეგობრებო 4 წლის მერე პირველი წუთები შეხვედრის ამ საოცარ ისტორიულ ძეგლთან. ეს არის კარიბჭე და სამრეკლო. საინტერესოა იმდენად დიდი ხანი არავინ არ ყოფილა. აი მაგიდას შეხედეთ, რომელიც ხშირად ალბათ საკეიფო ადგილიც იყო, მაგრამ დღეს ყება ხავსით არის. ძალიან დიდი ხანი არავინ არ ყოფილა. ძალიან დიდი ხანი. რა თქმა უნდა, ეს არ არის ოფიციალური რელიგიური ქრისტიანული მოქმედი ტაძარი. დაანგრეულია, თუმცა ეს არის ისტორიული ძეგლი, ერთ-ერთი სერიოზული და ეროვნული მნიშვნელობის ისტორიული ძეგლი, რომელსაც აქვს ეს სტატუსი, არცად კი არაფერს ვერ ნახავ ამას და მე იმედგაცრუებული ვარ, რომ ელემენტარული
ადგილობრივი კულტურის სამსახურებით, ვისაც ევალება ეს ყველაფერი, არ ვიცი ვინ არიან და რა უნდა გააკეთოს, თუნდაც ცენტრალური კულტურის სამსახურები ამ ყველაფერს ესეტოვებენ. იმდენად მიგდებულია და იმდენად მიშვებულია ყველაფერი და ეკალბარდი ისეა მოდებული ამ ყველაფერს. მე 4 წლის წინ ვიყავი გაზაფხულზე და ესეთი ამბავი აქ არ მახსოვს. გაზაფხულზე რა თქმა უნდა გასაგებია რომ ფოთოლი ჯერ შემოდის ისევ და ისე არ იყო, მაგრამ მაინც იმასთან შედარებით ეხლა საერთოდ ჯუნგლებია გაუღვალი და ესე ძალიან დიდ იმედგაცრუებას ქმნის. ეს არის ეგრეთ წოდებული სამეკლესიანი ეკლესია, როგორც ჩუბინაშვილი უწოდებს აკადემიკოსი. 3 თანაბარ რელიგიურად თანაბარ მნიშვნელოვანი, ანუ რიტუალურად თანაბარ მნიშვნელოვანი ნაწილისგან შედგება და როგორც ჩანს შესაძლებელი იყო 3-ვე ნაწილში, აი აქეთაც არის მსახურების წარმოება. აი ეს ყველაფერი რომ მოიჭრას ამ ტერიტორიაზე, ამას ხო რაღაცა კატასტროფული თანხები აჭირდება, ამას ჭირდება ყურადღება და ის ცენტრალური ნაწილი ასე თუ ისე მოწესრიგებულია. მოჭრა უნდა და გატანა ამ ტერიტორიაზე და სადღაც დადალაგება ამ ყველაფერს. თუნდაც ყოველ იმას რომ შეხედოთ აქ ხო, აი თაღია, აი ესენია. ისეთი დახვეწილი ისტორიული ძეგლი, ამის ესე მიტოვება. ხო ვიღაცა იტყვის გელათი ჩამოდისო წყალიო, ის ვერ მოუწესრიგებიათო ესა. ეს ხო გამართლება არ არის ხა. და სულ ამაზე ვილაპარაკოთ, რომ გელათში წყალი ჩამოვიდა და ასე შემდეგ. თან ყველგან დააკვირდით აქტიურად გამოყენებულია შირიმის ქვა. ძალიან დახვეწილად არის ყველაფერი გაკეთებული. პატრონი ჭირდება რა, რასაც ქვია პატრონი. თაღის სიმაღლე შეგიძლიათ ნახოთ, როგორი დიდია. მე ვფიქრობ, რომ საბჭოთა დროს არის რესტავრირებული. ნაწილობრივ, მაგრამ სახელდახელოდ არის რესტავრირებული, იქ სადღაც სათლი გდია, იქ რაღაც იარაღი ეგდო რაღაც. აი აქ მაგალითად არ ჩანს, მაგრამ ფრესკების აი მინიმალური ნარჩენებიღა და დარჩენი. ეს ვფიქრობ ადგილობრივი ქვევრია და მოტანილი არ აქვს ვიღაცას სახლი და რაღაც შეწყვეტილი თვალსაჩინო. კი. აი აქეთაც ის ეკლესია ხო, რასაც ვიძახთ, ანუ ეკლესია ეს ქვის ზომას უყურეთ, აი ეს ქვა რა როგორი დიდია. ეს თაღები და აი აქ ყველგან მიმდინარეობდა ღვთისმსახურება. კრამიტით არის გადახურული, მაგრამ მაღლა უკვე ხეებია ამოსული. მე არ ვიცი ეს რას უყურებენ, რას ელოდებიან, რა უნდა მოხდეს, უნდა დაინგრეს მთლიანად. როდის უნდა გამოყოს სახელმწიფომ რაღაცა გარკვეული თანხები ამის მოწესრიგებაზე. სახელმწიფოა თუ ქართული ეკლესია თუ ვინც არის ამ ყველაფერს ჩართული. საოცარი ადგილია და საოცარი სივრცეა, რა ვიცი ხა. შეიძლება ყოველდღე აქ ადამიანები არ მოდიან და ზუსტად იმიტომ არ მოდიან, რომ მოუწესრიგებელია და ესეთ სიმდიდრეს ესე მაგალითად უცხოეთში არავინ არ მიაგდებდა. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ გადააკეთონ და რაღაცა აქედან ალავერდი გამოიყვანონ. არა, ამაზე არ არის საუბარი, სისუფთავე, ხეები მოიჭრას, ტერიტორია მოწესრიგდეს. მოსწორებაც არ შეიძლება, იმიტომ რომ არქეოლოგიურია, მაგრამ რაღაცა კომისიის ზედამხედველობით უბრალოდ ხეები გაიჭრას რა. რო არ იყოს ეს ბარდაკი. არ ვიცი. ალბათ მაგის დროც მოვამ, უბრალოდ მეთქივა გული, რომ
მე არ მაქვს საშუალება რომ აქ რაღაცა მენდომებას თავისუფლად ამოვიდი ვისი ამონა და დავჭი. ეს არის სამრეკლო, აქედან ანუ ეკლესიიდან სამრეკლოზე ხედი, აქედან გადასძახებდნენ ანუ ბრძანებდნენ. მე ხზევიდან ხო წამოვედი გომბორიდან და ხო გაჩვენებდით ამ ღელებს და რაზეც მოვდიოდი და გზაც რო ადვილი არ იყო გასაკვლევად და ხანს ვწდებოდი ხან. როგორც ჩანს, აქ იყო დიდი დასახლება. არ ვიცით რა ეკონომიკური საქმიანობები იყო განვითარებული, მაგრამ ძალიან მაგრად ცხოვრობდნენ, სულ ყველგან ქვა არის. საშენ მასალად გამოსაყენებელი ქვა. ესე წახნაგოვანი, კუთხოვანი და აი ეს ხო ნახატი ხო საერთოდ. მზეც არ გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო აქტიური გადაღებები ვაწარმოოთ და ამიტომ მე მიწევს ახლა რაც შეიძლება მალე წავიდი აქედან. რომ აქ მე მოვიდი ალბათ შემოდგომაზე, გვიან შემოდგომაზე, ფოთოლცვენის დროს უფრო რაღაც ყვითელი ფერები, რაღაც მეტი ის იქნება ეფექტი. ჯერჯერობით ძალიან გულდასაწყვეტია, რომ სინესტის ბუდეა, საშინელი ქაოსის, ეკალბარდი, მიტოვებულობა და მე ისევ და ისევ შემიძლია თამამად თქვა, რომ დიდი ალბათობით ეს დასახლება ადიოდა იქ მთამდე და გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ კიდეც რაღაცა ბილიკებით, ცხენებით გადადიოდნენ. ცხენისთვის მაინც ახლა არ არის პრობლემა, რომ ასეთ მთაზე ავიდეს თავებოლო 1200 მეტრზე ეს არის ეს ადგილი და ყველაზე მაღალი წერტილი სადაც ვიყავით 1600 მეტრია. მოკლედ ახლა ნელა გავემგზავრებით ქვემოთ და ვნახოთ რა იქნება. მეგობრებო, მოკლედ ამ ლამას ცოტა სენტიმენტალურ, ცოტა კრიტიკულ და ამ შემდეგ ნოტზე ჩვენ მივდივართ ამ მშვენიერი ადგილიდან. იმედით რომ მალე შევხვდებით და აქ უფრო მაღალი დონის ზრუნვას და სიყვარულს ნახავთ ამ ისტორიული ძეგლის მიმართ.